ხარებავა იყო კარგი აქ ბევრი არა შემდეგ კლიმოვი ხარატიშვილმა აიღო დამატება ცოტა გაუგონარი ამბავი მოხდა აქ ბათუმელთა საჯარიმოში თითქოს გაურკვევლობა შეუთანხმება ითამაშა მცველებისგან ხარატიშვილმა კლიმოვს აუღო შემდეგ უკვე ფირანაშვილის დარტყმა საკმაოდ შორიდან არის ქარი საკმაოდ ძლიერია მატჩის დაწყებამდეც თითქოს ჩადგა მაგრამ ახლა კიდევ უფრო გაძლიერდა და ეს გარკვეულწილად იყოს შეიძლება ფაქტორი რომელს რაღაც ეპიზოდებზე მოახდინოს გავლენა მაგალითად აქ მოისტრაფიშვილის დარტყმის დროს და ხარატიშვილი იღებს ამბურთს ოჩახ ლუკას აქაც კარგი იყო მოისტრაფიშვილის კარგი დარტყმების შესახებაც ბევრი გვსმენია კიდევ ერთი სტანდარტი ამჯერად კუთხური რომელსაც ბათუმის დინამოს ფეხბურთელები მოაწყვდიან ჩაწოდება ოჰაბი შემდეგ დარტყმის მცდელობა განმეორებითი დარტყმა და 0-1 გაიხსნა ანგარიში ლუკა წულუკიძე ისევ გატანილი გოლის ავტორი და კიდევ ერთხელ მოახერხა მან თავის გამოჩენა ცოტა ხნის წინ საუბრობდით იმაზე რომ წინა შეხვედრაშიც გაიტანა წულუკიძემ და ახლაც ის არის გატანილი გოლის ავტორი სტებიან ბათუმელები არში დარტყმა ვიხილეთ ხელებში ხარატიშვილს ბურთი ფაღავა ურტყამდა გაშვებული იქნა ბურთი ხარებავას მიერ კარში ეს ასეც მოხდა და ხარატიშვილი შემდეგ თამაშწესები დაარღვიეს სახეში მოხდა ხარატიშვილს მეტოქის ფეხი როგორც დავინახე ბათუმელთა კიდევ ერთი მომენტი და რა გოლი გააქვს უერდი მარას თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირდა მანამდე ალბანელს როგორც ჩანს თუმცა კარში დარტყმა იყო ძალიან კარგი და ეფექტური სამწუხაროა პირდაპირ ვიტყვი რომ ეს გოლი არ ითვლება თავისი სილამაზიდან გამომდინარე მე-40 წუთი შეხვედრის 0-1 ანგარიში და ფოთელები შეტევაში საკმაოდ საინტერესო დარტყმა კარის მიმართულებით და ხარატიშვილის კიდევ ერთი სეივი მადრიჩენკო და ახლოს იყო გატანასთან მოლდოველი ფეხბურთელის მცირე მანძილით აცდა აქ საბოლოო ჯამში ბლესა გარბისა კარზე მარტოა აბსოლუტურად ჯალენ ბლესა დარტყმა და ანგარიში ხდება 0-2 ბლესამ თავისი მეოთხე გოლი გაიტანა ყვითელ ბარათს მიიღებს ჯალენ ბლესა ამისთვის წინა შეხვედრებშიც გვახსოვს მისი ეპატაჟური აღნიშვნები და აქაც ლაისურის გახდით შემოიფარგლა